გამარჯობა, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების ამოხსნას. და დღეს განვიხილავთ კოორდინატის ფორმულას მე-7 კლასისთვის. პირველი ამოცანა, რესტოლიანი ნივთიერი წერტილის კოორდინატი თუ მისი საწყისი კოორდინატი 5 წამის წინ 20 მეტრი იყო და ის 15 წამის სიჩქარით თანაბრად მოძრაობს x ღერძის მიმართულებით. რა მანძილი გაიარა ნივთიერმა წერტილმა ამ დროს. მოკლედ გავიხსენოთ, რომ კოორდინატის ფორმულა x ტოლია x0 პლუს vt. სადაც x არის საბოლოო კოორდინატი, x0 არის საწყისი, და თვითონ vt ეს არის გავლილი მანძილი. რაც შეეხება ჩვენს მოცემულობას, რა გვაქვს მოცემული? ვიცით, რომ საწყისი კოორდინატი არის 20 მეტრი, ანუ x0 ტოლია 20 მეტრის, ვიცით, რომ არის 5 წამი და ვიცით, რომ სიჩქარე არის 15 მეტრი წამი. უნდა გავიგოთ ორი რაღაც, პირველი საბოლოო კოორდინატი და გავლილი მანძილი. ვიპოვოთ საბოლოო კოორდინატი, ამისთვის გვჭირდება ფორმულა x ტოლია x0 პლუს vt. x ტოლია 20 x0 20-ია პლუს 15 გამრავლებული 5-ზე. საბოლოოდ გამოვა 20 დამატებული 5x15, ეს არის 5x10, 50, 5x5 25, 75 და საბოლოოდ იქნება პასუხი 95 მეტრი. ახლა რაც შეეხება მეორე კითხვას, გავლილი მანძილი უნდა ვიპოვოთ vt ფორმულით და ეს იქნება 15x5 და ეს იქნება 75 მეტრი. ჩვენ შეგვეძლო პირდაპირ vt ამოგვეწერა, რომ ეს არის 75. შემდეგი ნომერი, ეს არის მეორე. x ღერძზე მოძრავი ნივთიერი წერტილის კოორდინატის გამოსახული ფორმულა არის x ტოლია 5 პლუს 5t, რომელშიც დროიზომება წამებში, ხოლო კოორდინატი მეტრებში. განსაზღვრე ამ წერტილის საწყისი კოორდინატი, სიჩქარე და მიმართულება. დავიწყოთ მოცემულობით. ვიცით, რომ x ტოლია 5 პლუს 5t და უნდა გავიგოთ საწყისი კოორდინატი x0, უნდა გავიგოთ სიჩქარე v და უნდა დავასახელოთ მიმართულება. გავხსენოთ ფორმულა x ტოლია x0 პლუს vt და შევადაროთ x ტოლია 5 პლუს 5t. როგორც ხედავთ, პირდაპირ ჩანს, რისი ტოლი არის x0 და სიჩქარე. x0 არის 5-ის ტოლი, ხოლო სიჩქარეც გამოვიდა 5-ის ტოლი. რაც შეეხება მიმართულებას, ეს არის ღერძის მარჯვნივ დადებითი მიმართულებისკენ. ფორმულაში მინუსი რა ყოფილიყო, მაშინ ეს იქნებოდა ღერძის საპირისპიროდ. მესამე ნომერი. x ღერძზე მოძრავი ნივთიერი წერტილის კოორდინატის გამოსახული ფორმულა არის x ტოლია 5 პლუს 5t, დროიზომება წამებში, კოორდინატი მეტრებში. და გვეკითხებიან კითხვებს. რის ტოლი იქნება ამ წერტილის კოორდინატი მე-10 წამის ბოლოს და მე-15 წამის ბოლოს. დავიწყოთ მოცემულობით. მოცემული გვაქვს x ტოლია 5 პლუს 5t. ამ კითხვიდან გამომდინარე, ას მოცემულობა არის t უდრის 10 წამი. და b მოცემულობა გვაქვს t უდრის 15. უნდა გავიგოთ, რისი ტოლი იქნება კოორდინატი. ანუ x1 და x2. x1 და x2, იმიტომ აღნიშნე, რომ a და b კითხვის პასუხებია. x1 ეს არის 5 პლუს 5t განტოლებაში, მოდი ზემოთ დავწერ 5 პლუს 5t და t-ს ნაცვლად შევიტანოთ 10. x1 ეს იქნება 5 პლუს 50 და იქნება 55 მეტრი. რაც შეეხება მეორეს x2-ს. x2 ტოლია 5 პლუს 5 გამრავლებული. t-ს მაგივრად შევიტანოთ 15 და ეს იქნება 5 დამატებული 75 და მივიღებთ, რომ x2 ეს არის 80 მეტრი. აქ დაგვავიწყდა, კითხვა იყო ესეთი, რამდენ წამში გახდება კოორდინატი 50 მეტრის ტოლი.
5 + 5-ით გადმოვწეროთ და ვიცით რომ კოორდინატი არის 50 მეტრი. თუ კოორდინატი 50-ია, ტესტნაცვლად უნდა ჩავსვათ 50 ტოლია 5 + 5 ტესი. დავალაგოთ 50 - 5 ეს არის 5t, ეს არის 45 ტოლია 5 ტესი და გამოდის რომ t ეს არის 45 გაყოფილი 5-ზე და ეს არის 9 წამი. გავაგრძელოთ ნომერი 4. x ღერძზე მოძრავი ორი ნივთიერი წერტილის კოორდინატის გამოსათვლელი ფორმულებს აქვს შემდეგი სახე. x1 ტოლია 10 + 5t და x2 ტოლია 5 + 7t, რომელიც დროიზომება წამებში, კოორდინატები მეტრებში. რისი ტოლი გახდება თითოეულის კოორდინატი მეორე წამის ბოლოს. მოდი დავიწყოთ მოცემულობით და სათითაოდ ვაპასუხოთ კითხვებს. ესე იგი, ვიცით რომ x1 არის 10 + 5t და ვიცით რომ x2 არის 5 + 7t. და გვაინტერესებს რისი ტოლი გახდება, მოდი მოცემულობას გვერდზე გადავიტან. თითოეულის კოორდინატი მეორე წამის ბოლოსო. ესე იგი, დრო არის 2 წამი. x1 იქნება 10 + 5t და ტესტნაცვლად ჩავსვათ ორიანი. x1 იქნება 10 + 5x2 და ეს იქნება 20 მეტრი. რაც შეეხება x2-ს. x2 არის 5 + 7t, t აქაც 2-ია, x2 გვექნება 5 + 14 და გამოვა 19 მეტრი. მოკლედ აკითხვის პასუხი ვიპოვეთ კოორდინატები. გვეკითხებიან b კითხვას. რა დროში გახდება პირველი წერტილის კოორდინატი 100 მეტრის ტოლი? ვიცით რომ პირველი სხეულის განტოლება არის 10 + 5t და ვიცით რომ საბოლოო კოორდინატი უნდა იყოს 100-ის ტოლი. და გვაინტერესებს დრო. რას ვაკეთებთ? x1-ის ნაცვლად ჩავსვათ 100, 100 ტოლია 10 + 5t, 90 ტოლია 5 ტესი და t გამოდის 90 გაყოფილი 5-ზე. გავყოფთ და მივიღებთ ჩვენს დროს. რაც შეეხება g კითხვას. რა დროში გახდება მეორე წერტილის კოორდინატი 75 მეტრის ტოლი? მეორე წერტილის კოორდინატი ეს არის x2 არის 75 მეტრი. და უნდა გავიგოთ t, ის ტოლი არის. გამოვიყენოთ ფორმულა x2 ტოლია 5 + 7t, x2-ის ადგილზე დავწეროთ 75. ანუ 75 ტოლია 5 დამატებული 7t. დავალაგოთ 75-ს - 5 არის 7t-ს ტოლი, ეს არის 70 ტოლია 7t-ში და t გამოდის 10 წამის ტოლი. შემდეგი კითხვა, ეს არის d. მე რამდენი წამზე გახდება მათი კოორდინატები ერთნაირი? თუ სხეულების კოორდინატები გახდება ერთნაირი, ეს იმას ნიშნავს, რომ x1 ტოლია x2-ის და ჩვენ უნდა გავუტოლოთ x1 x2-ს. ანუ 10 + 5t უნდა გავუტოლოთ 5 + 7t. დავალაგოთ. რიცხვები მარცხენა მხარეს გადმოვიტანოთ, ხოლო t-ები მარჯვენა მხარეს. 7t - 5t, 10 - 5 ეს არის 5, 7t - 5t ეს არის 2t და გამოვა რომ t ეს არის 5 მეორედი და ეს არის 2.5 წამი. ანუ ეს სხეულები, მათი კოორდინატები 2.5 წამის შემდეგ იქნება ზუსტად ერთნაირი. გავაგრძელოთ ნომერი 5-ით. x ღერძზე მოძრავი ორი ნივთიერი წერტილის კოორდინატის გამოსათვლელ ფორმულებს აქვს სახე. x1 ტოლია 50 + 5t და x2 ტოლია 100 - 50t. დროიზომება წამებში, ხოლო კოორდინატი მეტრებში. გადავწეროთ მოცემულობა. მოცემული გვაქვს x1 ტოლია 50 + 5t, ხოლო x2 ტოლია 150 - 5t. და გვაინტერესებს კითხვები. რა დროში შეხვდება ეს ორი სხეული ერთმანეთს და განსაზღვროთ მათი შეხვედრის კოორდინატები. დავიწყოთ. თუ
ვიცით რომ თუ ეს ორი სხეული შეხვდება, მათი კოორდინატები არის ერთმანეთის ტოლი, ანუ x1 უდრის x2-ს. შესაბამისად, გავუტოვოთ 50 პლუს 5t, ეს იქნება ტოლი 150 - 5t. დავალაგოთ რიცხვები ერთ მხარეს, t-ები მეორე მხარეს. მოდი t-ები მარცხნივ გადმოვიტანოთ, რა გვექნება? 5t პლუს 5t ტოლია 150 - 50. 5t პლუს 5t არის 10t, ტოლია 100-ის. და გამოდის t არის 100 მეათედი და გამოდის 10 წამი. ანუ ეს სხეულები 10 წამში შეხვდებიან ერთმანეთს. იმისათვის რომ გავიგოთ მათ შეხვედრის კოორდინატი, რის ტოლი იქნება, ეს t უნდა შევიტანოთ ერთ-ერთ ფორმულაში. მოდი ავირჩიოთ პირველი. გადმოვწეროთ x1 ტოლია 50 პლუს 5t და t-ს ნაცვლად შევიტანოთ 10. x1 ტოლი იქნება 50 პლუს 50 და მივიღებთ 100 მეტრს. თუ მეორე სხეულისთვისაც ჩავწერთ იგივეს, ზუსტად მივიღებთ 100 მეტრს, რადგან ერთმანეთს შეხვდნენ. გავაგრძელოთ ნომერი 6-ით. ნახაზზე 319, აი ამ ნახაზზეა საუბარი, ნაჩვენებია ორი სხეულის საწყისი კოორდინატები. რისი ტოლია მეორე სხეულის სიჩქარე, თუ ის მუდმივი 15 წამის სიჩქარით მოძრავ პირველ სხეულს 10 წამში დაეწია. მოკლედ დავიწყოთ მოცემულობით. წელსალკე გავაკეთოთ. პირველი სხეულის საწყისი კოორდინატი x0 ტოლი არის როგორც ხედავთ 30-ის. პირველი სხეულის სიჩქარე v ტოლი არის 15 წამის და დრო არის 10 წამი. ვიცით რომ დრო არის 10 წამი. რაც შეეხება მეორე სხეულს. მეორე სხეულის x0 ეს არის 0-ის ტოლი და ვიცით რომ დრო არის 10 წამი. ვიპოვოთ ამ სხეულების შეხვედრის დრო და სიჩქარე. უბრალოდ ადგილი და სიჩქარე. დავწეროთ პირველი სხეულისთვის რა გვექნება? x ტოლია 30 პლუს 15t. ხოლო მეორე სხეულისთვის x2 გვექნება 0 პლუს რაღაც vt. ჩვენ შეგვიძლია ეს ორი განტოლება ერთმანეთს გავუტოვოთ და თან შევიტანოთ t. ანუ რა გვექნება? 30 პლუს 15t ტოლია 0 პლუს vt. გადავწეროთ 30 პლუს 15t ტოლია vt-ს. აქ თუ ეხა დროს შევიტანთ, დავიყვანთ ერთუცნობიან განტოლებამდე. ანუ 30 პლუს 15 ჯერ 10 ტოლია v გამრავლებული 10-ზე. 30 პლუს 150 ტოლია 10v-ს. ეს არის 180 ტოლია 10v-ს და გამოვიდა რომ v არის 18 მეტრ-წამი. ანუ ჩვენ ვიპოვეთ სიჩქარე. გავაგრძელოთ ნომერი 7-ით. განსაზღვრეთ 20 მეტრ-წამი სიჩქარით მოძრავი ნივთიერი წერტილის საწყისი კოორდინატი, თუ მან ათვლის სათავეს 2.5 წამში ჩაუვარა. ესე იგი რა ვიცით? ვიცით რომ სიჩქარე არის 20 მეტრ-წამი. ასევე ვიცით რომ საბოლოო კოორდინატი არის 0-ის ტოლი და ვიცით რომ 0 იმიტომ საბოლოო კოორდინატი რომ ათვლის სათავეს, ანუ ნულოვან მაჩვენებელს ჩაუვარა 2.5 წამში. და დრო ვიცით რომ არის 2.5 წამი. უნდა გავიგოთ x0. და ასევე ვიცით რომ სხეული მოძრაობს მარცხნივ. ანუ უარყოფითი მიმართულებით, მაშინ განტოლებას აქვს ესეთი სახე x0 - vt. შევიტანოთ 0 ტოლია x0 - 20 გამრავლებული 2.5-ზე. 0 ტოლია x0 - 20 გამრავლებული 2.5-ზე, ეს არის 50. x0 ტოლია 50 მეტრის. ანუ საწყისი კოორდინატი სხეულმა მოძრაობა დაიწყო 50 მეტრი წერტილიდან.